თამარ კერძაია, ჩვენი ასოცირებული პროფესორი, რომელიც საჭიროებო თემებზე საინტერესო აქცენტებს აკეთებს ხოლმე ყოველთვის ჩვენს განაცემაში. ეკატერინა ნანდაშვილი, წარმატგინოთ. მოგესალმებით. ჩვენ აქამდეც არაერთხელ გქონია საუბარი მემკვიდრეობასთან დაკავშირებულ ზოგად საკითხებზე, მაგრამ არასდროს გვისაუბრია კონკრეტულად რა ნაბიჯებია გასავლელი ადამიანის გარდაცვალებიდან მისი ქონების მემკვიდრეობით მიღებამდე. მაგალითად, რომელ ნოტარიუსს უნდა მივმართოთ მემკვიდრეობის მისაღებად, როგორ უნდა მოვიქცეთ თუ გარდაცვლილი სახელი წლების მანძილზე არ სახლი არ გადმოგვიფორმებია, უბრალოდ როგორ იგებს ნოტარიუსი გარდაცვლილის ყველა მემკვიდრის შესახებ ინფორმაციას, რა ხდება მაშინ თუ მემკვიდრე მალავს სხვა მემკვიდრის არსებობას და შეიძლება თუ არა მემკვიდრეობა წლების შემდეგ სადაო გახდეს. მოკლედ, კითხვები არის ძალიან ბევრი და მრავალფეროვანი. დღეს ყველა ამ სენსიტიურ კითხვაზე სწორედ მივიღებთ ამომწურავ პასუხებს. ჩვენი თანაწამყვანი, როგორც უკვე გითხარით, იურისტი და სამართლის ასოცირებული პროფესორი თამარ კერძაია და საქართველოს ნოტარიუსთა პალატის თავმჯდომარე ეკატერინე ნანდოშვილი. გაგვარკვევენ ახლა ყველაფერში. კიდევ ერთხელ დილამშვიდობისა, ძალიან დიდი მადლობა. თემა იმდენად სენსიტიურია, იმდენად აქტუალურია ყოველთვის, არასდროს ცხრება კითხვები ამ თემის ირგვლივ. თამარ, ჩვენ არაერთხელ გვისაუბრია ჩვენი გადაცემის ფარგლებში სწორედ მემკვიდრეობის საკითხზე, თუმცა რა საფეხურებია გასავლელი, ალბათ საინტერესო იქნება მემკვიდრეობის მისაღებად. აი ვთქვათ, მაგალითად ავიღოთ, პირი გარდაიცვალა და რა ვადაში ვის უნდა მიაკითხოს და ეს ნაბიჯები მივუყვეთ შეფთვით სხვა დეტალებსაც. კი ბატონო, დავიწყოთ პირის გარდაცვალებიდან. აი ამ მომენტიდან, როცა პირი გარდაიცვალა, მისმა მემკვიდრეებმა უნდა მიმართონ ნოტარიუსს. ჩვენ ვიცით მემკვიდრეებზე არაერთხელ გვისაუბრია, პირველი რიგის მემკვიდრეები არიან შვილები, მშობლები და მეუღლე და მათ უნდა მიმართონ ნოტარიუსს იმისთვის, რომ სამკვიდრო გაიხსნას და შესაბამისად მოხდეს ქონების გაყოფა. აქ მნიშვნელოვანი არის ის, რომ თუ პირს მაგალითად რომელიმე შვილი ცოცხალი არ ყავს, მნიშვნელოვანია, რომ ამ შვილის შვილები იყვნენ მოწვეული მემკვიდრეებად, ხომ? იმ ქონების მისაღებად, რომელიც მათ მშობელს ეკუთვნოდა. ვადას თუ აქვს მნიშვნელობა, როდის მივაკითხავთ ესეც საინტერესოა. ვადაშია დადგენილი. ეხლა რაც უნდა ვიცოდეთ კიდევ არის ის, რომ თუ ბავშვის ჩასახვა მოხდა გარდაცვალებამდე, როცა მემკვიდრე იყო ცოცხალი, ასეთ შემთხვევაში სამკვიდროს გაყოფა უნდა მოხდეს ბავშვის დაბადების შემდეგ. აქ კიდევ მნიშვნელოვანი გარემოება არის ის, აი ამ პერიოდში, სანამ ნოტარიუსს მიმართავენ მემკვიდრეები, ქონებას რა ხდება? აი ამ ქონებას რა ბედი ეწევა, ხო? შეიძლება იყოს უძრავი ქონება, შეიძლება იყოს თანხა, ვთქვათ, ავტომობილი და სხვა. იგი იმ პერიოდში, როდესაც სანამ ასე იგი მოხდება მიმართვა ნოტარიუსთან, ფაქტობრივი ფლობა იწყება მემკვიდრის მხრიდან, მაგრამ მას არ აქვს ამ ქონების განკარგვის უფლება. ანუ მას უფლება აქვს ფლობდეს, ვთქვათ, ცხოვრებდეს ამ სახლში, ავტომობილი გამოიყენოს, მაგრამ მას არ შეუძლია გაყიდვა, მას არ შეუძლია იპოთეკით დატვირთვა, გირაობით დატვირთვა. ერთადერთი, რაშიც მას შეუძლია ეს ნახები გამოიყენოს, რომ მერე სადაო არ გახდეს, ეს არის მემკვიდრეობის ვინც გარდაიცვალა ამ ადამიანის, ვთქვათ, მკურნალობის ხარჯების დაფარვა, თუ ვინმე მის რჩენაზე იყო აი ამის გაგრძელება და ეს შეიძლება იყოს ასევე, ვთქვათ, აი გარდაცვალების ხარჯების გასტუმრება. სხვა შემთხვევაში, სანამ ქონების გაყოფა არ მოხდება, ამ ქონების განკარგვის უფლება ამ მემკვიდრეებს არ აქვთ. კი ბატონო, ქალბატონო ეკატერინასთან გადავინაცვლებ მეკითხვით, იცით რა მაინტერესებს, ვისთან, რომელ ნოტარიუსთან უნდა მივიდნენ მემკვიდრეები, ანუ სადაც ისინი ცხოვრობენ, მაგალითად თუ სადაც ეს კერძო ქონება მდებარეობდა. კი ბატონო. მადლობა კითხვისთვის. მემკვიდრეს შეუძლია მიმართოს ნებისმიერ ნოტარიუსს სამკვიდრო მოწმობის მიღების მოთხოვნით. ამ შემთხვევაში არ აქვს მნიშვნელობა საცხოვრებელ ადგილს და ასევე მიუხედავად მისი, ანუ მემკვიდრებლის ქონების არსებობისა, ადგილმდებარეობისა. აქედან გამომდინარე, მაგალითად, შეგვიძლია მოვიყვანოთ, თუ პირს მაგალითად მემკვიდრებელს კახეთში ქონდა სამკვიდრო ქონება, ამ შემთხვევაში მემკვიდრე შეუძლია მიმართოს როგორც კახეთში ნოტარიუსს, ასევე საქართველოს მასშტაბით ნებისმიერ ნოტარიუსს. და თუ ანდერძი ჰქონდა მაგალითად იგივე კახეთში კონკრეტულ ნოტარიუსთან ამ შემთხვევაში შეუძლია მიმართოს ნებისმიერ ნოტარიუსს. მოგეხსენებათ, რომ ანდერძი ეს არის მემკვიდრებლის უკანასკნელი ნებასურვილი, ასე ვთქვათ, იმპერატიული განკარგულება, რომელიც აუცილებლად უნდა ახსრულდეს. ამ შემთხვევაში თითოეული ნოტარიუსი პირველ რიგში ამოწმებს, არსებობს თუ არა ანდერძი ელექტრონულ სანოტარო რეესტრში. აქედან გამომდინარე, შეუძლია მემკვიდრეს, რომ ნებისმიერ ნოტარიუსს მიმართოს, ვინაიდან ყველა ნოტარიუსი ჩართულია სანოტარო რეესტრში და რაც შეეხება
სამემკვიდრო საქმის წარმოების რეესტრს და ანდერძების რეესტრს აქ წვდომა აქვს ყველა ნოტარიუსს მიუხედავად იმისა, ვინ განახორციელა სანოტარო რეესტრში ჩანაწერი. აქედან გამომდინარე რისკები ხალბატონო ეკატერინე, საინტერესოა ნოტარიუსი როგორ იგებს თავად რამდენი მემკვიდრე ჰყავს გარდაცვლილს. აი ხომ შეიძლება მაგალითად დავიღოთ ერთი შვილი მივიდა და არ გაამხილა მეორეს არსებობა. კი ბატონო. ასეთი შემთხვევებიც გვაქვს. აუცილებლად, როდესაც მიმართავს მემკვიდრე, აქვე მინდა გითხრათ, რომ ნოტარიუსი არ არის ვალდებული მემკვიდრეთა წრის შესახებ ინფორმაცია რომ მოიძიოს, მაგრამ მემკვიდრეს აუცილებლად ეკითხება, არსებობს თუ არა სხვა მემკვიდრე. ამ შემთხვევაში ეს აღენიშნება განცხადებაშიც მემკვიდრეების არსებობის ან არარსებობის შესახებ. და პასუხისმგებლობა გადადის განცხადებელზე. პასუხისმგებლობა გადადის განცხადებელზე და ამ შემთხვევაში ნოტარიუსი პასუხს არ აგებს. თუმცა არის შემთხვევები პრაქტიკაში, როდესაც თვითონ მემკვიდრემაც არ იცის, რომ არსებობს სხვა მემკვიდრე. ასეთი მაგალითებიც რა ხდება, როდესაც მემკვიდრეებს ქონება გადაეცემათ, მაგრამ აი ამ გაფორმების უკვე, ასე ვთქვათ, შეთანხმების შემდეგ ცნობილი ხდება, რომ მას სხვა შვილიც ჰყავდა. თუ სანოტარო მოქმედების ფარგლებშია, კანონიკა გაგვცეს. კი ბატონო, ამ შემთხვევაში შეუძლიათ, რომ ყველა მემკვიდრემ თანხმობა განაცხადოს და ჩართონ მემკვიდრეთ, როდესაც უკვე ვადა გაშვებულია. ეს ხდება როგორც სამკვიდრო მოწმობის გაცემამდე, ასევე გაცემის შემდეგაც. კეთილნებაზეა დამოკიდებული თუ კანონი ავალდებულებს? არა, კეთილნებაზე ამ შემთხვევაში, მაგრამ თუ რა თქმა უნდა თანხმობას არ ეტყვიან ასეთ შემთხვევაში, უკვე სასამართლო ერთვება და შესაბამისად შეუძლიათ მიმართონ სასამართლოს. მოკეთ, სანამ შეთანხმება არსებობს, ნოტარიუსთან კეთდება ეს ყველაფერი, მაგრამ თუ კი არსებობს დავა და ან უკვე გაიყო სამკვიდრო და მოგვიანებით აღმოჩნდა, რომ ეს ყავდა სხვა მემკვიდრეც, და ამ მემკვიდრემ არ იცოდა, ვთქვათ, მისი მამის ან ოჯახის წევრის გარდაცვალების შესახებ, ასეთ მემკვიდრეს უფლება აქვს მიმართოს სასამართლოს. თუმცა ეს მხოლოდ ასეთი შემთხვევა არ არის, ძალიან ხშირია სამკვიდროს გაყოფის შემდეგ, ესე რომ ვთქვათ, სამკვიდროს მიღების ფაქტის გასაჩივრება და ძალიან საინტერესო შემთხვევებია, რა შემთხვევაში ხდება ხოლმე ამის გასაჩივრება. თამარ, როგორც ხალბატონმა ეკატერინემ აღნიშნა, პასუხისმგებლობა ტყუილის შემთხვევაში გადადის განცხადებელზე. აი რა ეკისრება ასეთ შემთხვევაში კანონმდებლობით მას? ეს არის უბრალოდ ჯარიმა ადმინისტრაციული წესით თუ ქონების ჩამორთმევა შეიძლება იყოს? ანუ პირველ რიგში, რა თქმა უნდა აღდგეს სამოქალაქო სამართლებრივი თვალსაზრისით ის მემკვიდრე, რომელსაც ეკუთვნოდა ქონება სამკვიდროდან, მან უნდა მიიღოს ქონება და შესაბამისად ის არაკეთილსინდისიერი მემკვიდრე, რომელმაც მიიღო, ესე რომ ვთქვათ, სამკვიდრო, შესაბამისად იმ ქონებას დაკარგავს. თუმცა შეიძლება წავიდეთ წინაც. შეიძლება საერთოდ უღირს მემკვიდრე ცნობის საკითხიც კი დადგეს და შესაძლებელია სისხლსამართლებლური პასუხისმგებლობის საკითხიც კი დადგეს, თუ კი უკვე აქ გადავდივართ განზრახ, ესე რომ ვთქვათ, სისხლსამართლის შემცველ მოქმედებებზე, როგორიც არის ვთქვათ, განზრახ დამალვა და ასე შემდეგ. გარდა ამის არის შემთხვევები, როდესაც სასამართლოში ასაჩივრებენ მაგალითად ანდერძს, რომელიც ვთქვათ, დადებული, რომელიც შექმნილი იყო მემკვიდრებლის მხრიდან, ანუ გარდაცვლილი პირის მხრიდან თავის სიცოცხლეში, მაგრამ მას ამ დროისთვის, როცა ანდერძი შექმნა, არ შეეძლო თავისი მოქმედების სრულად გაცნობიერება, ანუ თავისი მოქმედების მნიშვნელობის გაცნობიერება. და ამ პირობებში შეიქმნა ანდერძი. ესეც შეიძლება გახდეს სადაო. ასევე ძალიან საინტერესოა და ბევრმა არ იცის ეს საკითხი, რომ შეიძლება სადაო გახდეს მაგალითად მშობლებისთვის მემკვიდრეობის გადაცემის თემაც, თუ კი მშობლის უფლება იყო ჩამორთმეული, ან თუ კი ოჯახის რომელიმე წევრი, ანუ მემკვიდრე წევრი განზრახ თავს არიდებდა კანონით დაკისრებულ ვალდებულებას, რომ ერჩინა აწ უკვე გარდაცვლილი და თუ არ არჩენდა, შესაძლებელია მეორე მემკვიდრემ მოითხოვოს მისთვის, ესე რომ ვთქვათ, უღირსი მემკვიდრის სტატუსი? კი ბატონო, და ასე რომ ვთქვათ, ეს ამ ქონების, ანუ მემკვიდრეთა რიცხვიდან სიდან ამორიცხვა. მაგალითისთვის რომ ავიღოთ, ვთქვათ, ორი შვილი იყო, გარდაიცვალა, ვთქვათ, დედა ან მამა, ერთი შვილი მუდმივად ზრუნავდა მამაზე, მეორე საერთოდ არ გამოჩენილა პირობითად და არ დაჭირდებოდა, ვთქვათ, მამას, ხო, ზრუნა, ვთქვათ, ავად იყო, ჩავარდნილი იყო და ასე შემდეგ. სასამართლოს მეშვეობით მას შეუძლია ამის დამტკიცება და ასევე არის ძალიან საინტერესო შემთხვევა და ბევრ ადამიანს ამაზე არ აქვს ინფორმაცია. ოფიციალურ ქორწინებაში მყოფ პირებს, თქვენ იცით, ანუ მეუღლე არის პირველი რიგის მემკვიდრე. მაგრამ თუ კი ოფიციალური ქორწინება არსებობს, მაგრამ რეალურად და ფაქტობრივად პირები, ანუ მეუღლეები
3 წელზე მეტი ხნის განმავლობაში აღარ თანაცხოვრობდნენ ერთად, დაინტერესებულ პირს, ანუ სხვა მემკვიდრეს შეუძლია ასევე მიმართოს სასამართლოს და სადაო გახადოს ასევე ამ მეუღლის მემკვიდრეობის ფაქტიც. კი ბატონო, ჩვენ ვახსენეთ 6 თვიანი ვადა, როდესაც ვალდებული ხარ, ასე ვთქვათ, მიხვიდე ნოტარიუსთან და ეს საბუთები მოაგვარო. ხშირია ჩვენს ქვეყანაში ემიგრაციაში არიან, ხო და შესაძლოა ეს 6 თვიანი ვადა დაირღვეს მაგალითად, ვერ მიმართოს ნოტარიუსს და უკვე წლების შემდეგ მოახერხოს აი ამ პრობლემასთან მიბრუნება. ამ შემთხვევაში შეიძლება რომ გადადონ და როცა დასჭირდებათ შემდეგ, ხო? გახსენდეთ ასე. ხო, რაღაც იმ მომენტში ამაზე ვერ იფიქრონ და ასე შემდეგ. კი ბატონო, რა თქმა უნდა, შეუძლიათ, ყოველთვის შეუძლიათ მიმართონ სანოტარო ბიუროს და მოითხოვონ სამკვიდრო მოწმობის მიღება. მაგრამ უმჯობესია სამემკვიდრეო საქმის გამარტივების მიზნით, რომ მემკვიდრე მიმართოს 6 თვიან ვადაში განცხადებით, თუმცა მერე სამკვიდრო მოწმობა, რა თქმა უნდა, გაიცემა 6 თვის შემდეგ. გარდა ამისა, როდესაც 6 თვის განმავლობაში მემკვიდრე მიმართავს განცხადებით სანოტარო ბიუროს, უფრო ნაკლები დოკუმენტები სჭირდება წარსადგენად. მაგალითად, გარდაცვალების მოწმობა, ნათესაური კავშირის დადგენა, საოჯახო ურთიერთობა მემკვიდრესა და მამკვიდრებელს შორის, მაგრამ თუ უკვე 6 თვიანი ვადა გაშვებულია, ამ შემთხვევაში სამკვიდროს ფლობის დამდგენი დოკუმენტები ჭირდება და ეს ცოტა დისკომფორტს უქმნის ხოლმე მოქალაქეს. ასეთი ჩამონათვალი ჩვენ გვაქვს სანოტარო მოქმედებათა შესრულების წესის შესახებ ინსტრუქციის შესაბამის მუხლში და მემკვიდრემ თუ ვერ წარმოადგინა აღნიშნული დოკუმენტაცია, შემდეგ უკვე უფლებამოსილია ნოტარიუსს მოსთხოვოს უარისქმის დადგენილება და ამ უარისქმის დადგენილება შემდგომ უკვე საჩივრდება სასამართლოში სანოტარო ბიუროს ადგილმდებარეობის მიხედვით. გასაგებია. თამარ, კიდევ ერთი შეკითხვა, რა ხდება იმ შემთხვევაში, თუ დაუშვათ მემკვიდრეები გამოცხადდნენ ქონების გადასანაწილებლად, ასე ვთქვათ, მაგრამ ვერ თანხმდებიან აი ამ სამკვიდრო ქონების გაყოფაზე. კი ბატონო, ვინ იღებს საბოლოო გადაწყვეტილებას? ასეთი შემთხვევები ძალიან ხშირი გახლავთ. მემკვიდრებელს, ანუ გარდაცვლილ პირს, თუ აქვს ანდერძი დატოვებული, თქვა და ზუსტად აქვს განაწილებული ქონება, რომელი ქონება ვის ეკუთვნის, როგორც წესი სადაოდ ნაკლები რჩება. მაგრამ ხშირია შემთხვევა, რომ თვითონ ანდერძი, თქვა, წილობრივად არის მითითებული, ან ანდერძი საერთოდ არ არის და არის, თქვა, უძრავი ქონება ან ქონებები და ესე ვთქვათ, მისი გაყოფა რთული. ზოგადად შეიძლება ეს მოხდეს ნატურით გაყოფით, თუ კი მხარეებს შორის არის თანხმობა, შეიძლება საერთო საკუთრება წარმოიშვას, ესე რომ ვთქვათ, აი ამ უძრავ ქონებაზე, თუ კი მემკვიდრეებს შორის. გაყოფაში რა იგულისხმება? ანუ საერთო საკუთრება წარმოიშვება, ან ნატურით გაიყოფა, მაგალითად არის მიწის ნაკვეთი. ვთქვათ 2000 კვადრატული მეტრი, 1000 კვადრატული ვთქვათ ერთ შულს, 1000 კვადრატული მეორეს ან სამად გაიყოფა და ასე შემდეგ. მაგრამ როცა უკვე მხარეებს შორის არის დავა, ეს დავა შეიძლება ეხებოდეს არა იმას მეკუთვნის თუ არა მემკვიდრეობა. შეიძლება ეს არ იყოს სადაო რომ მემკვიდრეობა ეკუთვნის, მაგრამ სადაო იყოს ვის რა ეკუთვნის. ასეთ შემთხვევაში სასამართლო იღებს გადაწყვეტილებას, ოღონდ აქ მხედველობაში იღებს გარკვეულ გარემოებებს და ძალიან საინტერესოა რამდენიმე ფაქტი, რაც კანონით არის დადგენილი, ვის ეკუთვნის უპირატესი მემკვიდრის უფლება. საინტერესოა. პირველი ეს გახლავთ ისეთ მემკვიდრეს, რომელიც სასოფლო-სამეურნეო ესე რომ ვთქვათ, მიწას და სახლს, ესე რომ ვთქვათ, ფლობდა, ესე იგი, ფლობელობას ახორციელებდა ამ გარდაცვლილი პირის სიცოცხლეში, ანუ მასთან ერთად იყო და იღებდა გარკვეულ წვლილი შექონდა აი ამ სასოფლო-სამეურნეო საქმიანობაში. მეორე, თუ კი მემკვიდრე ბოლო 1 წლის განმავლობაში ცხოვრობდა ბინაში გარდაცვლილ პირთან ერთად, აი ამ ბინის მემკვიდრეობის უპირატესი უფლება ეკუთვნის სწორედ აი ასეთ მემკვიდრეს და მესამე ეს გახლავთ, თუ კი მემკვიდრეს ჰქონდა საერთო ქონება მემკვიდრებელთან ერთად, ანუ გარდაცვლილ პირთან ერთად ქონდა თანასაკუთრება, მაშინ აი ამ თანასაკუთრების წილზე უპირატესი მემკვიდრეობის უფლება ეკუთვნის, ოღონდ რა თქმა უნდა მას შემდეგ რაც ის ამ უფლებით ისარგებლებს, მან ან სხვა ქონებით უნდა გაუსტუმროს, ესე რომ ვთქვათ, კუთვნილი წილის სხვა მემკვიდრეებს, ან უკვე კომპენსაცია უნდა გადაუხადოს და აქ საინტერესო არის ის, რომ სასამართლოს შეუძლია, ანუ კომპენსაცია, ანუ მისი წილის გადახდის დრო 10 წლამდეც კი გაახანგრძლივოს, გაუწიოს. და ნაწილ-ნაწილს ამ ყველაფრის გადახდა თუ ერთიანად თუ სასამართლოს გადაწყვეტილებით იქნა, ანუ მას შეუძლია მოითხოვოს 10 წლამდე განაწილვალება. მოკლედ მიუხედავად იმისა, რომ კიდევ ერთხელ შევეხეთ მემკვიდრეობის თემას, მეგონი კიდევ ამოუწურავია ეს კიდევ ბევრი საკითხები და საკითხი ჩვენ და ვაძლევთ პირობას ჩვენს ტელემაყურებელს, რომ აუცილებლად
აუცილებლად დაუბრუნდებით მომავალში. ძალიან დიდი მადლობა ქალბატონო ეკატერინა, დიდი მადლობა მადლობა. თქვენ მადლობა მოწვევისთვის. თქვენი დროისთვის. ალბათ ყველაზე დიდი ის არის, რომ ყველაზე მნიშვნელოვანი ის არის საიმ თემის პარალელურად, რომ არიდაონ ოჯახის მემკვიდრეობა. წევრების კი. დავა ეს არის ყველაზე სენსიტიური ნამდვილად. რამ, რაც შეიძლება დიახ, მოხდეს, კი, ამიტომ კი, ბატონო. ყველას გისურვებთ სიმშვიდეს.